დელაველების და გურჯაანელების შემდეგ დღეს უკვე ერთობლივ საპროტესტო მსვლელობას ვეკუელები და კომაროველები აორგანიზებენ და ხედავთ ამ ადამიანებს, ამ ახალგაზრდებს, რომლებიც შეიკრიბნენ დღეს ამ ორი სკოლის მოსწავლეები, კურსდამთავრებულები, მოსწავლეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და ახლა უკვე მარშის მონაწილეები იმყოფებიან მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხედავთ ყველაზე დიდ საპროტესტო ბანერს, სადაც წერია რომ თვა ჩვენ უკეთ ვიცით რომ საქართველოს და ევროკავშირი უდრის თავისუფლებას. ამ საპროტესტო ბანერით ეს ადამიანები ეხმაურებიან არალეგიტიმური ხელისუფლების პროპაგანდას, რომლითაც ცდილობს ახლა მარტო დარჩენილი არალეგიტიმური ხელისუფლება, რომ ეს საპროტესტო აქციები წარმოაჩინოს თითქოს ამ საპროტესტო მსვლელობებზე ცოტა ადამიანია, თუმცა ყველა ხედავს, მათ შორის მთელი მსოფლიო ადევნებს თვალყურს, რომ ყოველდღიურად დედაქალაქის და არა მხოლოდ დედაქალაქის ქუჩებში ათასობით და 100,000-ობით ადამიანი იკრიბება და აპროტესტებს ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს. ხედავთ, რომ ამ საპროტესტო მსვლელობაზეც ისევე როგორც ყველა მარშზე ძალიან ბევრი ბანერია მოტანილი, რომლითაც ისინი გამოხატავენ საკუთარ სათქმელს. შეგვიძლია გავესაუბროთ უკვე აქ მყოფ ადამიანებს. მოდი დავიწყოთ ახალგაზრდებით, შემდგომ უკვე მასწავლებლების პოზიციასაც მოგასმენინებთ. პირდაპირ ეთერში ვართ. მთავარი მოთხოვნების შესახებ უკვე ყველასთვის კარგად არის ცნობილი. თქვენი განწყობა შესახებ მინდა კითხოთ, რა მოლოდინი გაქვთ და როგორ ელოდებით ბრძოლის გაგრძელებას? ჩვენ გვჯერა რომ დაინიშნება ხელახალი არჩევნები და როგორც თელ საქართველოს გონია, ასე გონია ჩვენ კომაროველებს და ვეკუელებს. ჩემი აზრით, ჩვენი წილიც უნდა შევიტანოთ ამ ყველაფერში და რა ვნახოთ. ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილები. დიდი მადლობა. აი კიდევ ერთი საპროტესტო ბანერი, რომელიც არალეგიტიმურ პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს ეძღვნება. კითხავთ უკვე ლეგიტიმურ პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე, რომლის განაცხადიც უკვე ცნობილია. მისი ჩართულობით როგორ ელით პროცესების განვითარებას და რა მოლოდინი გაქვთ უკვე პოლიტიკური მიმართულებით როგორ ელით პოლიტიკური ნაბიჯების გაგრძელებას? რა ვიცი, იმედებით, თორე აქ რა ვიდგებოდით და ჩვენთვის პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი და როგორც ხედავთ, ჩემი აზრით მართლაც გონია რომ ჩვენს მომავალ პრეზიდენტს იმედი აქვს, გონია რომ 10-ის მერე მოდის ვალეტი და არა 11. ხო და ამით ყველაფერი რა თქმა უნდა იყოს ჩემი აზრით, რომ ესეთი პრეზიდენტი არ უნდა ყავდეს ქართულ ხალხს. დიდი მადლობა. ასეთია ახალგაზრდების განწყობა. კომაროვის და ვეკუას სკოლების მოსწავლეები, კურსდამთავრებულები არიან აქ შეკრებილები. როგორც ხედავ, აქ მასწავლებლებიც არიან ამ სკოლებიდან. მოდი მათაც ვკითხოთ მათი სათქმელი. თქვენ რა განწყობა გაქვთ? ხედავთ, რომ მუხტი არა თუ იკლებს, არამედ ყოველდღიურად იზრდება. რა აცოცხლებს ამ მუხტს და საბოლოოდ განვითარებას როგორ ხედავთ? მოთხოვნები უკვე ცნობილია და პოლიტიკური პროცესებიც უკვე დაწყებულია. აცოცხლებს ამ ყველაფერს ერთი რამ, პატრიოტიზმის სიყვარული საკუთარი ქვეყნის. აი ამ ახალგაზრდების. მე მაინც მათზე მაქვს აქცენტი, იმიტომ რომ ეს არის თაობა, აი ამათ უნდა ამაყობდეს ნებისმიერი ქვეყანა ევროპული. ჩვენთან ეს თავრობა იჭერს მათ. ამიტომ შეუძლებელია ჩვენ ამას მოვიგებთ. 100%-იანი მოვიგებთ. გამორიცხული, იმიტომ რომ ინტელექტი აქ ისეთი IQ-ა, მინიმალური აქაური IQ, მათ მაქსიმალურ IQ-ს რამდენიმე რიგით აჭარბებს. დიდი მადლობა. თქვენც კითხავთ, თქვენ რა განწყობა გაქვთ, რა აცოცხლებს ამ მუხტს ახალგაზრდებში განსაკუთრებით? მოგესალმებით. მე მინდა ვთქვა, რომ ჩემი მიმართვა რაც არის ხალხის მიმართ. მე ვარ კომაროველი. მე ძალიან ვამაყობ ჩემი სკოლით და ჩემი სკოლის მოსწავლეებით. გიორგი მაისაშვილი, ჩემი პარალელური კლასელი, რომელიც აქციის დროს დაიჭირეს, მის ძმასაც სასტიკად გაუსწორდნენ, ეს კადრები ყველამ ნახა ბიჭს სახეში წიხს როგორ ურტყავდნენ, იყო 10 დღე ციხეში ჩასმული. ჩემი მეორე პარალელური კლასელი ვანო გამეზარდაშვილი, რომელიც დღესაც აქ იმყოფება. ეს ბიჭი აქციიდან სახში როცა ბრუნდებოდა, მაშინ დაიჭირეს და ასევე 10 დღე მიუსაჯეს, რომელიც არის არაერთ საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული მათემატიკის 2018 წლის ოქროს მედალოსანია. ეკა ბეჯანიშვილი იყო ჩემი სკოლის მოსწავლე, კომაროველი 15 წლის გოგონა, რომელიც 9 აპრილს გამოვიდა სკოლის დამთავრების შემდეგ რუსთაველზე და ის რუსებმა მოკლეს. ამ ხალხის ეკას ხსოვნა არის ჩვენში დღეს. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ გარუსების წინააღმდეგ და არ უნდა გავრუსდეთ არც ერი და არც სკოლა და ვის ვერ ხედავს ამას, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ყოველდღიურობა გარუსებისკენ მიდის, არ ვიცი რანაირად ვერ უნდა დაინახოს საზოგადოებამ ეს. ჩვენი მოთხოვნაა ხელახალი არჩევნები და ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ შემოგვიერთდნენ, რათა საქართველოს არასდროს არ გახდეს რუსეთი. დიდი მადლობა. ოლიგარქის სპეცრაზმელები ნამდვილად განსაკუთრებულ სისასტიკეს იჩენდნენ, მათ შორის ახალგაზრდების წინააღმდეგაც და ჩვენ ნახეთ როგორ დაასისხლიანეს ახალგაზრდების ქუჩაში შეკრებილი მოქალაქეებიც. მსვლელობა გრძელდება. ახლა მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან მარშის მონაწილეები და ბუნებრივია ისინიც მივლენ პარლამენტთან და შეუერთებიან იქ მყოფ მოქალაქეებს.